კრემლმა ციხის შიგნიდან გატეხვის პოლიტიკა აერჩია, რატომ მაინც და მაინც ტერაქტები რა ინტერესები აქვს რუსეთს საქართველოში და რატომ ქუთაისი. ეს შეკითხვები ქრონიკამ დღეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებს დაუსვა. ანალიტიკოსები ყურადღებას პოლიტიკურ, სამხედრო, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ ასპექტებზე ამახვილებენ. არჩევნების არ დაშვება და ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა, ქვეყნის იმიჯის შელახვა და ეკონომიკური განვითარების შეჩერება. რუსული კვალი საქართველოში განხორციელებულ და არ შემდგარ ტერორისტულ და დივერსიულ აქტებში ნახეთ ზურახვისთანის სიუჟეტი. ეს თანამედროვე ქუთაისია, ქალაქი, რომელსაც უკვე დიდი ხანია კრიმინალები აღარ აკონტროლებენ, ისტორიულ გარდაქმნას განიცდის. სწორედ აქ უნდა განთავსდეს ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლება და რიგი სხვა სახელმწიფო დაწესებულებები. და სწორედ ამ ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას იგეგმებოდა უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტული აქტის მოწყობა. გორის, ბათუმისა და თბილისის შემდეგ რუსულმა სპეცსამსახურებმა სისხლიანი აფეთქების მოწყობა სწორედ ქუთაისში დაგეგმეს. ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ მორიგი ტერაქტის ადგილი შემთხვევით შერჩეული არ იყო, ვინაიდან სწორედ ეს ქალაქი ყალიბდება საქართველოს ადმინისტრაციულ ცენტრად. ქუთაისი რეალურად გადაიქცა იმ ქალაქად, სადაც სერიოზულად მიმდინარეობს აღმშენებლობა. გარდა ამისა, ქუთაისი ყალიბდება როგორც სერიოზული ადმინისტრაციული ცენტრი, ხო, ძირითადი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორც არის პარლამენტის ნაწილი და ასე შემდეგ, გადადის ქუთაისში. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ უსაფრთხოების გარემო გააუარესოს და შესაბამისად ჯერ ერთი შიში დაბადოს მოსახლეობაში, იმავდროულად შიში დაბადოს საერთაშორისო პარტნიორებში, რომ აი ხო ხედავთ, ეს არ არის ის ქვეყანა, რომელიც სტაბილურია. ომში გამარჯვების საუკეთესო გზა რა არის, რომ მოწინააღმდეგეს არ შეებრძოლოს და დაამარცხოს თავისი თავი. რამიზნებისკენ მივყავართ საქართველოში განხორციელებულ და არ შემდგარ ტერაქტების რუსულ კვალს. პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ყურადღებას კრემლის საბოლოო მიზანზე ამახვილებს. მისი თქმით, რუსეთის სპეცსამსახურებს ქვეყანაში არჩევნების არ დაშვება და არსებული ხელისუფლების სხვა გზებით შეცვლა სურთ. ამისათვის კი კრემლს ციხის შიგნიდან გატეხვის პოლიტიკა აქვს არჩეული. მიზანი რუსების ბუნებრივი რჩება ის, რომ მთავრობა შეცვალოს არჩევნებამდე, რადგანაც ეს ამდენი მიზანს მიახსენებს სამეთი პირველი მოიშორებს სააკაშვილს, პირველი მომენტია ბუნებრივი პირველი შუღლის, მეორე საქართველოს სახელმწიფოებრიო სამეთი დარღვევას მიაყენებს, საკმაოდ სერიოზულ დარღვევას მიაყენებს. ტერაქტები აირჩია ამისთვის, იმიტომ რომ ტერაქტები ჯერ ერთი რომ აჩენს პანიკას და ტერაქტები აყენებს ერთ დარტყმას ეკონომიკას, რადგან საქართველოს ეკონომიკას ამოძრავებს უცხოური ინვესტიციები საერთოდ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ესეა და როცა ტერაქტები ხდება ქვეყანას ექნება ცხადი არასტაბილური ქვეყნის იმიჯი და კლიმატი, ამიტომ საინვესტიციო კლიმატი ძალიან ფუჭდება. ექსპერტები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მოკლევადიანთან ერთად რუსული სპეცსამსახურების გრძელვადიან გეგმებზეც საუბრობენ. ფესუალადაშვილი დარწმუნებულია, რომ ფრონტის ხაზი საქართველოში ეკონომიკაზე და უპირველესად პერსპექტიულ ენერგოპროექტებზე გადის. რუსულმა გასცადენმა სახელწოდებით სამხრეთი ნაკადი ქალაქ ნოვოროსიისკიდან შავი ზღვის გავლით ჯერ ბულგარეთამდე, შემდეგ კი დასავლეთ ევროპამდე უნდა მიაღწიოს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ალტერნატიული პროექტი ნაბუკო ამოქმედდება, სამხრეთ ნაკადი მნიშვნელობას კარგავს. ნაბუკოს პროექტის ხელის შეშლისთვის კი საუკეთესო გზა მის სატრანზიტო მონაწილე საქართველოში ტერაქტების გზით სტაბილურობის დარღვევა და პროექტის სხვა მონაწილეების შეშინებით მისი ჩაშლაა. რუსეთს საქართველოსთან აქვს ეკონომიკური, სამხედრო და შემდეგ პოლიტიკური ინტერესები. პირველი ეს არის, რომ საქართველოს მან გამოიყენოს როგორც გარკვეული გეოპოლიტიკური პლაცდარმი სამხრეთ კავკასიაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში კონტროლის დასამყარებლად. რუსეთს არ უნდა ალტერნატიული ნავთობ და გაზსადენების ფუნქციონირება და ის ყოველი მხრივ ცდილობს და მომავალშიც ეცდება აი ამ პროექტების დაბლოკვას მიღებული თუ მიუღებელი ხერხებით. ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილი ტერორისტული და დივერსიული აქტების კვალს რუსეთის სპეცსამსახურებამდე ლოგიკურად მივყავართ. თუმცა რუსული მიზანი მიუღწეველია. მძიმე დანაშაულის შესრულებაში ეჭვმიტანილები კი უკვე მერამდენეთ დაკავებული არიან.